ოსკაროსანი მიშელ ჰაზანავიჩუსის საქართველოში ფილმს იღებს. გადაღებები პანკისის ხეობაში მიმდინარეობს, რაშიც შემოქმედები ჯგუფ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაეხმარა. ფილმი ძიება ამავე სახელწოდების ძველი კინოსურათის რიმეიქია. ვინ მონაწილეობს ჰაზანავიჩუსის ახალ ფილმში, თამარ დარახველიძის რეპორტაჟიდან გაიგებთ. ჰოლივუდის პავილიონების შემდეგ მიშელ ჰაზანავიჩუსი გადასაღებ მოედნად პანკისის ხეობას ირჩევს. სოფელ რუისთან რეჟისორი ახალი ფილმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სცენას იღებს. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ უპირისპირდებიან სამხედროები მოქალაქეებს, მამაკაცები ქალებს, მოხუცები ბავშვებს. ეს იქნება მასშტაბური კონფრონტაცია. ფილმი მოგვითხრობს ორ ბავშვზე, რომლებიც შემდეგ გმირები ხდებიან. გასაგებია, რომ ამ ფილმში ერთ-ერთი მხარე არის რუსეთი, მაგრამ ფილმი არ არის ანტირუსული. საქართველო ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, ამ ფილმის გადასაღებად შესაფერისი ქვეყანაა. ტელეფილმის გადაღებები საქართველოში მიმდინარეობს. ძიება ასე ერქმევა ფილმს, რომელიც 1948 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების სურათის რიმეიქია. ეს იქნება მხატვრული ფილმი, რომელიც 1994 წელს რუსული შეიარაღებული შენაერთების ჩეჩნეთში შეჭრას. ორწლიანი ომის შემდეგ 100,000-მდე მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვას და 9 მილიონზე მეტი ჩეჩენის დევნილად ქცევას ასახავს. რუსეთ-ჩეჩნეთის ომზე ფილმის გადაღების იდეა ჰაზანავიჩუსს ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაებადა. ჩავედით, შევთავაზეთ და მათაც ჩათვალეს, რომ ყველაზე ოპტიმალური ადგილი, სადაც ამის გადაღება იქნებოდა, იყო საქართველო, იმიტომ რომ გვაქვს ბუნება, გვაქვს ადგილები, ლოკაციები, რომლებიც ამ ყველაფრისთვის იდეალური არის. ვინც მიშელ ჰაზანავიჩუსის შემოქმედებას იცნობს, მისთვის ახალი არ არის ის ფაქტი, რომ რეჟისორი რუსეთის საგარეო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს. მისი დამოკიდებულება კლასიკად ქცეული არტისტის პირველ კადრებშიც ჩანს. თუმცა ამჯერად ჰაზანავიჩუსი რამდენიმე კადრს და სიმბოლურ დატვირთვას არ დასჯერდა და ახალი ფილმი მთლიანად რუსული ინტერვენციის შედეგებს ასახავს. ესკაროების სოფელი სპეციალურად მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმის გადასაღებ მოედნად შეიქმნა. აქ ერთი თვის წინ არაფერი არ იყო, თუმცა ძალიან მალე აქ გადაღებები დაიწყება და კონკრეტულად ამ ადგილას ჩეჩენელ ტოვილები ცხოვრობენ. ძიება დიდ ეკრანებზე მომავალ წელს გამოჩნდება, სადაც მთავარ როლს ჰაზანავიჩუსის მეუღლე და არტისტის ვარსკვლავი ბერენის ბეჟო, ასევე ჩეჩნეთიდან დევნილი ორი ბავშვი ასრულებენ. გასაგებია საშუალებით ამირჩიეს, თამაშობ მთავარ როლს, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიმუშაო ასეთ მდონის რეჟისორთან, გადაღებები ძალიან კარგად მიმდინარეობს და ყველაფერს არ ეკმაყოფილებ. ფილმში მსახიობები ჩეჩნურ, ქართულ და რუსულ ენებზე საუბრობენ. ფილმს მაყურებელი ინგლისური სუბტიტრებით იხილავს. გადაღებები კი საქართველოში 3 კვირაში დასრულდება.